მოგესალმებით ვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიზღვნილი არის საქართველოში პოლიტიკურ შექმნილ მდგომარეობას. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ბატონი რამაზ ღვალაძე, პოლიტპატიმარი, ვეტერანი, ადამიანი, რომელიც დღემდე ბრძოლობს იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთხელაც სამუდამოდ აღდგეს სამართლიანობა და იზეიმოს სამართლიანობამ და ამ სამართლიანობის საფუძველზე ქვეყანამ იგრძნოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით წინსვლა. საპარლამენტო კომისია, რომელიც მუშაობს და აგზელებს მუშაობას და საპარლამენტო კომისია, რომელიც კომისიას დღესდღეობით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურია, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასიურია და არის საკითხები, რომელიც საკითხების განხილვასაც ალბათ არ აპირებს, რადგან ადამიანები არიან მოლოდინში, რომელი ადამიანების დაზარალებულები იყვნენ და ისეთი დაზარალებულები იყვნენ, რომ დღემდე ეს ადამიანები ვერ ახერხებენ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ აი ამ მტკივნეული ჭრილობების მოშუშებას, რომელიც ჭრილობები სააკაშვილმა მიაყენა ამ ადამიანებს. ეხლა ჩვენ ველოდებოდით და ველოდებით, რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული იმასთან დაკავშირებით, რომ გასაგები ახლა გახარიას გამოძახება და სხვა დანარჩენი ვიღაც პოლიტიკური ლიდერების გამოძახება იმ საპარლამენტო კომისიაში, მაგრამ საპარლამენტო კომისია უნდა იყოს დაკავებული ჯერ იმ ადამიანების მოსმენით, რომელი ადამიანებმაც თავის დროზე მიიღეს სერიოზული დარტყმა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომელმა ადამიანებმაც ტრამები მიიღეს სააკაშვილის დროს, ოჯახური ტრამები, პირადული ტრამები, ეს ადამიანები დღესდღეობით რაღაცნაირად ცილში მოაქცია ამ კომისიამ და სულ სხვა კატეგორიის ადამიანები მოყავთ ამ კომისიაზე. და მეტიც, გასაგებია, ჩვენ ვერ მოხდით აი ამ სიაარის თუ რაღაც საახლობლების ზარით ხდება ეს ყველაფერი თუ ვიღაცის ჩაწყობით ხდება თუ ვიღაცის რეკომენდაციით ხდება, აი ვერ მოხდით ამ სფეროში ჩვენ ის ადამიანები, რომელმა ადამიანებმაც მართლაც სერიოზული დარტყმები მიიღეს სააკაშვილის დროს, როგორც პიროვნულად, ისე ოჯახებთან მიმართებაში, ხო? მაგრამ მოლოდინი ქონდა იმისა, რომ დაჩქარებული წესით და სწრაფად და ძალიან ოპერატიულად მოხდებოდა ეს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები იქნებოდნენ ჩამოცილებული პოლიტიკურ ველს და იმ პოლიტიკურ ასპარეზს, რომლის საფუძველს ისინი დღემდე აფარებენ თავს. მოხდა ის, რომ საპარლამენტო კომისიას გაუგზელდა ვადები, გამოდის ახლა მდინარაძე და ამბობს, რომ ამ ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვერ ვასწრებთ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას და მათ აკრძალვასო და მათ მოუწევთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაო. ანუ გამოდის, რომ ესე იგი ეს ვადის გაგრძელება რისთვის მოხდა? იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ისევე ბუად დაგვიყენოთ და ხალხს არჩევანის საშუალება არ მიცეთ? ამისთვის ხდება ვადების გაგრძელება? ცოტა ისე მოვიქცეთ, რომ თლად ნუ გავაკეთებთ ისე და თლად ნუ მოვიქცევით ისე, რომ ხალხს იმეს ნუ დავაკარგინებთ. და მართლაც ნუ ესე იგი ვაფიქრებინებთ იმას, რომ რასაც მართლაც აზრს ეჭვები არსებობს, ხო? ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება დღეს საუბრები, ჩვენ ბატონ რამაზთან განვიხილავთ ამას ყველაფერს და ფაქტიურად შევეხებით ყველა იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც პრობლემატური საკითხების დღეს მთელ ქვეყანაში არის, აი როგორც იცი კულმინაციას მიადგა უკვე ეს ყველაფერი და მარტო საპარლამენტო კომისია არ არის, სხვა რაღაცეებიც არის, ბევრი რაღაცეებიც, რომელიც დღეს მართლა საგანგაშო არის. ბატონო რამაზ, თქვენ სადენმეთ და თქვენ ხართ მოლოდინის რეჟიმში. მით უმეტეს თქვენ ხართ და თქვენი მეგობრები და ის საახლობლო სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ის დევნილები და ის დაზარალებულები, რომლებიც გადარჩით, ძლივს გადაურჩით სააკაშვილის რეჟიმს. გაწირულები იყავით. არის თუ არა რამე კომუნიკაცია, ან კავშირი, ან რამე იყო თუ არა მსვლელობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაებარებინათ ამ კომისიას და მოესმინათ თქვენთვის
მოესმინა თქვენთვის და აი მართლაც ესე იგი ის სიმართლე რა სიმართლეს არსებობს და რა სიმართლეს არის და რა სიმართლეს საფუძველს უნდა დაისაჯოს არათუ მარტო ერთეულები ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერები, არამედ მთლიანად მთელი ნაციონალური მოძრაობა, ხო? არის ამის ინტერესი და კომისია ამასთან დაკავშირებით რამე გარკვეულ კომუნიკაციებს ამყარებს თქვენთან? ჩემთან არაფერს არ ამყარებს, ეხლა შეიძლება ჩვენი ადვოკატი, ახალგაზრდა ადვოკატების გვიცავენ ჩვენ ეხლა კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით. ამ კომპენსაცია კი არა, რაც წაგვართვეს იქ და რაც დავკარგეთ იმის დაბრუნებაზე, თორე რო გამოვედით ჩვენ ახალი გამოსულები ვიყავით, აგერ ჩემი მეგობარია, ვისაც მანქანა წაართვეს და ყოველდღე ამის მანქანა თავის სახლთან დადის, მიდის, მოდის. თავისთავად უყურებთ არის, მაგრამ ვიღაცა ზის და ზის მაშინდელი ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსის საყვარელი. ხო, კიდე დადის და მიანიშნა ოფიციალურად პროკურატურაშიც დაწერა განცხადება, რომ აი ეს არის, ეს მანქანა და იქნებ დამდო 13 წელი გავიდა. მე იმ თავიდანვე ვიძახდი არჩევნებამდეც კი ესენი არაფერს არ გამოცვლიან ბატონო ტრისტან, იმიტომ რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ არ ეყოლებათ ბუა და არ ეყოლებათ ნაციონალური მოძრაობა, მაშინ ესენი ვისლაში ჭირდება კორუმპირებული მასა, რომელიც ნაციონალებით არის დაკომპლექტებული და არასამთავრობოებით. აი ზუსტად იმ არასამთავრობო deep states რო ეძახიან იმათი ლეკვებით დღევანდელ დღეს, ხო? იმიტომ არ გიძახიან არც შენ, არც თქვენ, არც ჩვენ და არც რეალურად ვინც აი ნამდვილად ჩვენ მეტი რა უნდა მოვიგეთ სტრასბურგშიც მოვიგეთ აქაც მოვიგეთ პროკურატურამაც ხელი ჩამოგვართვა ბოდიში თუ დაგაზარალეთ ბოდიში კაია მაგრამ ბოდიში არის სახლები დავკარგეთ და ჯანმრთელობა და აი ესე უპატრონობით ორი ადამიანი რომელიც ჩვენთან ერთად იყო გარდაიცვალა ერთი გარდაიცვალა თემურ ცამბაია, რომელსაც მიზან მიმართულად ურტყავდნენ ერთ კონკრეტულ კუჭზე და კიბოთი გარდაიცვალა და მეორე გარდაიცვალა ჯემალი სულამელაშვილი, რომელიც აი არ მიხედეს რა. მით უმეტეს იქ მიიღო ინფარქტი. აი რო შევიდა ციხეში წამებების მერე პირდაპირ აი ციხის მისაღებში სანამ კამერაში აიყვანდა, აი იქ მიიღო ინფარქტი. და გარდაიცვალა რა, უპატრონობით ფაქტობრივად, რაზეც სახელმწიფომ აი ერთი თითზე არ დაარტყა. სახელმწიფომ რა, ეხლა რაზეც ესენი აპელირებენ, რომ აი ჩვენ ეხლა ესენი წარმოაჩენენ თავიანთ თავს, რომ არიან ნაციონალურ მოძრაობასთან, აი დიდ ბოროტ ძალასთან, რომელიც მართლა ბოროტი ძალაა და ეხლა რაღაცებს რო უყურებ ხოლმე, ხო? მართლა ეგრე აკეთებდნენ, ეგრე იყო, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თავებზე გადავიტანეთ ეგ ყველაფერი რა. მაგრამ მაგ დროს ესენი ლოიალურად იყვნენ განწყობილი იმ რეჟიმთან. ანუ საერთოდ იმ რეჟიმს ემსახურებოდნენ. უმეტესობა დღეს ვინც არის მერიებში დავიაროთ, თქო, სამინისტროებში, ხო, ვინ არიან, ხო, ისინი. ბიზნესზე ლაპარაკი არა, მთელი ბიზნესი არის იმათი. ქართული ოცნების წარმომადგენლები მოვიდნენ და უბრალოდ ჩაეწინენ. ჩაეწინენ უბრალოდ, რა, თორე აი ეს დიდი ბიზნესები, მონოპოლია, რაშიც არის, ყველაფერი ისევეთ ისე არის იმათ. თავის დროზე ხო სააკაშვილმა თავის ისეთი საახლობლო წრე, თავის გუნდი, თავის ისე იგი მხარდაჭერები გააძლიერა ამ ბიზნესით და დღემდე შენარჩუნებული აქვს. თავის დროზე კი არა, ჯერ კიდე შევარდნაძის დროს აქედან საქართველოსთან წაიყვანეს ვიღაცები და ჩვენი ამე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც მითხრა, რომ მე რო ჩამოვალ ამ პოლიტიკაში ვიქნები, ამ ბიზნესშიო რა, მილიონერი ვიქნები და მართლაც ეგრეა. ამერიკაში გაატარეს რაღაცა, რა ვიცი რა უქნეს იქ. გადაამზადეს და ჩამოვიდნენ და ეხა ბიზნესი თქვენს კარგად მოგიხსენებათ, მარტო მე რო მექნება იმის საშუალება, რომ სიტყვაზე ბენზინი შემოვიტანო. ან დიზელი, ან პური, ფქვილი, ან რაღაცა, ხო? მე რა თქმა უნდა, ძალიან მალე ერთ წელიწადში რამოდენიმე 100-ს თუ არა მილიონს ვიშოვ. და ვარ მონოპოლისტი ბიზნესმენი, ჩემს გარეშე იქ არაფერი არ ხდება.
ასე არის ესეც, იმისი არ იყოს კოკა-კოლასი, რომ ბიზნესმენობს ახლა დღეს კოკა-კოლა, ჭკონია რომ ბიზნესმენობს ჩვენ საქართველოს შევარდნაძემ. ვინ გახადა ბიზნესმენი? შევარდნაძემ. თურქული კრედიტი აიღო სახელმწიფოს სახელით. და მიცა ჭკონიას. და მიცა ჭკონიას. მე არ მესმოდა, მე თან არ გადაიხადა ამ ნაძირალავი გინდა რომ, იგი ჩვენ გადავიხადეთ. თან ნახეთ სახელმწიფოს ებრძვის ახლა. და ახლა, სახელმწიფოს კი არა, იმ თავიდანვე, იმიტომ მიცეს ამას, რომ იყო მტერი. შეუძლია განა მოღალატე რომ არის ადამიანი, რომელიც ჩვენსკენ იყო და მე გიღალა. ეს თავიდანვე იყო მტერი. და ესენი საერთოდ მთელი წრე არიან მტრები. ხა დღეს ახლა ეს არის აქტუალურია რა ეს თემა საგარეო საქმეთა მინისტრი ვინმე ბოჭოლიშვილი ვიღაცა ქალი რომელიც საიდან მოიყვანეს არ ვიცი აღმოჩნდა რომ თურმე არის ჩვეულებრივი NGO-შნიკი როგორც სუყველანი ესენი სუყველანი კობახიძიდან დაწყებული სუ NGO-შნიკები პარლამენტის თავმჯდომარე სუ NGO-შნიკები ყავს რა სუყველანი ვინც არიან რა თანამდებობას ესენი ანუ ის deep state-დან deep state-ის აღზრდილი საზოგადოება რა დიახ ესეც NGO-შნიკი, რომელიც არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო რა. მაგრამ შეურაცხყოფა კი არ უნდა მიაყენო, კაცო. ღონიერი პანღურით უნდა გააგდო აქედან რა. იმიტომ რომ ეს შეიძლება ადამიანი იყოს შტერი, სიტყვაზე ვიძახი რა. და შენ იცი და შენი მეზობლებიც და ვიღაცა ახლობლებიც გიყურებენ რომ შტერია. მაგრამ შტერი რომელიც თანამდებობაზეა და უშავებს საზოგადოებას, ქვეყანას, ჩემს შვილს და ჩემ მომავალს, ის უკვე შტერი კი არ არის, ის არის მტერი. ჩვეულებრივი მტერი. ასე რომ დღეს მე ნაკლებად მჯერა აი ამ კომისიის, მე ვფიქრობ, რომ ეს კომისია არის ჩვეულებრივი, არის ისა არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია. დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია და ის 12 წელი რომ მიძინებული ქონდათ. ეს საქმეები, რასაც დღეს იქ აჟღერებენ, ტომებად დევს პროკურატურაში. ტომებად დევს რა. ეს კომისიაზე, რო გამოდის კომისიას აქვს იმის უფლება რომ დაიჭიროს ვიღაც. არა, კომისიას მაგის უფლება არ აქვს. კომისია უბრალოდ შემდგომ ამ დასკვნებს დადევს და ამ დასკვნების საფუძველზე უნდა ესე იგი მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. და ამავდროულად მტკიცებულებები გადასცეს პროკურატურას, ხო? პროკურატურას მტკიცებულებებიც აქვს. და ტომება თუ ლაგიათ ყველაფერი. პროკურატურას დაჭერა თუ უნდა და 13 წელი გავიდა. ეს ერთი. ნუ ახლა ამბობენ რომ ჩვენ იმიტომ ვერ ვიჭერდითო რომ ზეწოლების ქვეშ ვიყავითო. დღეს რასაკეთებია? დღეს დავიწყეთ. არ არიან? კარგი, ეხლა მე ვხედავ მარტო ეს სხვანაირად თუ რა? ხო, მაგრამ ახლა ნახე რა ხდება. ნუ კომისიამ დაიწყო თავიდან ძალიან ისე იმათ მუშაობა რომ გვეგონა რომ მართლაც ესენი მართლა რაღაცას აპირებენ. გვეგონა ჩვენ ეს. და გვეგონა ისიც გვეგონა რომ კომისია მართლა გამოიძახებდა ჩვენ მე არ მეგონა ჩვენ არა მე ახლა სიმართლე გითხრა დღესაც მოლოდინის რეჟიმში ვარ რო იცოდი მე არ მეგონა და ვიძახდი კიდე მაგრამ ამ ეთერშიც თქვი რომ არაფერი არ იქნებოდა რა არის ისე ბატონო რამას ბიჭო ეხლა ამ ვადის გაგრძელება და მე უკვე მის მიზეზის მოპოვება რომ ჩვენო ვერ ვასწრებთ მუშაობასო და ამიტომ ვადას ვაგრძელებთ ხო მე მაგითო თქვი არ მეგონა მეთქი იმიტომ რომ და 100% რაღაც ეჭვს გააყენეს საკითხი. ეჭვი კი არა 100%-იანი ვიცოდი, რომ ესენი არ გაუქმდა, ეს იყო უბრალოდ წინა საარჩევნო რაღაცა ბლა ბლა ბლა, რა, ისეთივე სიაფანდი, რაც 12 წელია ყოველ არჩევნების წინ იძახიან, არაფერი რო არ აუსრულებიათ. ის 100 ქარხანის გუგუნის არის. უბრალოდ რა არის, იცით რომ 100% დაზუსტებით ვიცოდი რომ არ გაუქმებდნენ. კარგი, შეხედეთ ახლა დავამთავრეთ. დავამთავრეთ კი ბატონო. ეხლა დადგნენ იმის წინაშე რომ რაღაცით უნდა გაამართლონეს რომ არ აუქმებენ ამ პარტიებს. და ვითომ გამოსავალი ნახეს ეს. მე გეტყვით თქვენ, ჩვენ რო ციხიდან გამოვედით 2013 წელს, როგორც კი ჩვენ გამოგვიშვეს როგორ პოლიტპატიმრის სტატუსით, ისეთი სტატუსით, რომელიც უცხოური ექსპერტებიდან დაწყებული ვერავინ ვერ შეედავებოდა. არც ედავებოდა არავინ. ნუ პოლიტპატიმრები ვიყავით. სტატუსი პოლიტპატიმარი გასაგებია. აბსოლუტურად ტყუილად ვიყავით დაჭერილები. ჩვენ მაგალითად 25 კაცი
პოლიტპატრონად მარტო აქ საქართველოში კი არ გვაღიარებს. ვიღაცა მაინა კაინა იყო იმისი რა ქვია, გაეროს რაღაცა იმის რაღაცა იმ გაეროს ტრიბუნაზე თქვა და ევროკავშირშიც და ყველგან რა. ევროკავშირის უშიშროების რაღაცა იმან იქაც თქოს რომ ესენი პოლიტპატრონი. ანუ ჩვენ დაზუსტებით პოლიტპატრონები ვიყავით. რო გამოვედით, შევიკრიბეთ ნანა იყო კაკაბაძე ამ ხელმძღვანელობდა სპორტის სასახლეში. კი. შეიკრიბა დაახლოებით 1-5-6 კაცი. გაიუსვა სპორტის სასახლეში. ხო, მაგრამ ერთი 30 თუ 35,000 ხელმოწერა თან მაშინ როგორი ის იყო გახსოვთ? ხელმოწერით პრეცედენტებით, ევროპული პრეცედენტებით, ამერიკული პრეცედენტებით, როგორც შეიძლება სოფლიოში, როგორც იყო და როგორც კეთდებოდა საერთოდ ესეთი საკითხები. აი იმ პრეცედენტებით წარმოვუდგინეთ გამზადებული, რომ ესა გაესამართლებინათ ნაციონალური მოძრაობა. სანამ ესენი დაიშლებოდნენ და გაიშლებოდნენ, ერთად რო იყვნენ შეკუჩულები ნაციონალური მოძრაობა. ყველა დანაშაულები რაც იყო, ყველაფრით გამზადებული მივეცით. გამზადებული. პარლამენტსაც მივეცით, მთავრობასაც მივეცით, სულ ჩავაწოდეთ. ხელმოწერებით ყველაფრით. არც კი განუხილიათ რა. იმიტომ რომ იქ იყო ესეთი პრეცედენტი ტულია საერთოდ დასავლური სამართალი. არის ესეთი რაღაცა, რომ აი მაგალითად პოლონეთში ესე გაასამართლეს ისა რაღაცა რეჟიმი, რაღაცა რა და იმ რეჟიმმა ვისაც მიაყენა ზიანი და ვინც ნუ ეხლა მკვლელობებზე და იმაზე რა სიციხეში ხდებოდა, კიდე გარეთ დადიან და კიდე ბიზნესები აქვს, კაცო, ბიზნესები ვიღაცა ვიგინდარები, რაიგე ეს ციხის აი ეს ვერტუხაები, ასე ვთქვათ და ისინი კლიუჩნიკები არიან სერიოზულ ბიზნესში, კორპუსებს აშენებენ, კალაძე მიცა მაგის საშუალება რომ კორპუსებს აშენებენ და ვებერთელა ფულებს შეურულობენ, ხო? და ჩვენ დავიჩაგრეთ ისევ ჩვენ, ხო? ისევ ჩვენ. მე ვიტყვი ეხა აი ძალიან მარტივად გეტყვი რა. ეს რომ მინელდა ეხლა და ხალხმა დაივიწყა, აიგე, პირიქით ამათზე არიან აკრეფილები, რომ ესენი ვინ არიან? ანუ შეგონიათ რომ ხალხი დაივიწყეს ამას? ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს, უბრალოდ მოტრიალდნენ და ამათ დაუპირისპირდნენ, იმიტომ რომ თუ ვინმე ნაცი იყო, არა, გახდა ქოცი. თუ ვინმეს ვადა გაუვიდა ქოც, გახდა ნაცი. ხო. ეხლა მე ვადი გასული ნაცები ქოცები გახდა და გასული ქოცები ნაცი. ეხლა ნახეთ რა ხდება ბატონო რამას მოკლედ ეს ხო, ჩვენ ვიყავით იმის ბოლოდინში რომ აქ და ასეც უნდა მომხდარიყო ადამიანები, ვინც მართლაც დანაშაულს ჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ისინი უნდა ყოფილიყვნენ სისხლისმცემლის პასუხისმგებლობაში მიცემულები, ხო? ასეც არის, ხო? აქ მე დაუშვათ არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ზიანი მიაყედა. მე მგონი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები და ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები უამრავი არის სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ეხლა დაიწყეს ომის გამოძიება. ეხლა 13 წელს. ხო, ნახეთ ეხლა 12 წელია ვაგას ყვირი ვარ. ომი. ხომ ამობენ კოსტუმებზე ასამართლებ მომკაც. ხომ ამობენ რომ ისაო, რა ქვია, ვადა გაუგზავნათ კომისიას ეხლა. ბიჭო, თანაც ამობენ რომ ძალიან ესე იგი ბევრი დამნაშავეები იყვნენ და ძალიან დიდი დანაშაულებები იყვნენ მაშინ სააკაშვილის დროს მომბო. კი. ეხლა ავიღოთ აქ გოცნების დროს. პრემიერ-მინისტრი აგენტი ყავდა. აგენტი. პრემიერ-მინისტრი კი. ყველა აგენტები არის ხოლმე. თავდაცვის მინისტრი აგენტი. ნახეთ. სახალხო დამცველი აგენტი. ხო, აი ნახეთ. სახალხო დამცველი სული მათი იყო. დღესაც ამას აცხადებს თვითონ დღევანდელი ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები რომ და პირდაპირ ამბობენ რომ ესენი აგენტები არიანო. აგენტი ყოლია ხო ესენი და ბიჭო აგენტი სიტყვა აგენტი და აგენტურული საქმიანობა შენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. შედალოცილო შენ თვითონ ამბობ რომ გახარი აგენტი იყავო პრემიერ-მინისტრიო. თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი რომელსაც სტომა ქონდა
საიდუმლო საქმეებთან და საიდუმლო დოკუმენტაციებთან აგენტი იყო. ლომჯარია, რომელიც სახალხო დამცველი იყო, აგენტი იყო და თან თურმე გახარიას იმას ესწრებოდა, რა ქვია, შეგრებებს დაიმას. ეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში. წარმოიდგინეთ, თქვენ გასაგებია ის სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი ჩადენილი დაშავლებებით, ახლა ზოგი ის არის ფაქტები არსებობს და გამქრალი არის და რაღაცები, მაგრამ აგერ ყოლია ეს აი ორი კარგი, სამი კარგი ბობოლა აგენტი, ხო? რატომ არ არის, რატომ არ აღზრეს სისხლის სამართლის საქმე აი ამ აგენტურულ ჯგუფებთან დაკავშირებით და დღეს ისე მიცეს მათ საშუალება რომ მოსულიყო პოლიტიკურ ველზე და ეწარმოებიათ პოლიტიკური საქმიანობა, ხო? ტრისტან ბატონო, აგენტები არიან ყველა სტრუქტურაში. ეხლა ვიღაცა რომ დაასახა არიან, გეთახმებით, მაგრამ ხო გაიშიფრეს აგენტები? მარტო ეგენ ნიკოს. მე გეტყვი მაგაზე ჩვენ ბევრჯერ გქონდა აქ ამ თქვენ ეთერში საუბარი. ყველა აბსოლუტურად თავდაცვის მინისტრი, ვინც კი თავდაცვის მინისტრი იყო, ალასანია რო იყო, იქიდან მოყოლებული, შეიყვანა თავდაცვის სამინისტროში ამერიკის ელჩმა, ხელით შეიყვანა. ხელით შეიყვანა. ხო, ამასთან ჩვენ ტელევიზიით გვაყურებენ ჩვენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრი შეყავს ვიღაცა უცხო ქვეყნის ელჩს და ეუბნება რომ ეს ჩვენიანია და ეს იქნება თქვენი მინისტრი. ეს იქნება თქვენი მინისტრი. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ან პრეზიდენტმა კი არ შეიყვანა. შეყავს ელჩს, კაცო, ამერიკის მე ვიძახი კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს. ანუ თავდაცვის სამინისტრო ჩვენი არ არის. ჩვენი არ არის. არა, ჩვენი. დიდი ხანია ჩვენი არ არის. ხო, ნუ ფაქტია. თუ მიუმატებთ ნაცების პერიოდს, ქოცების პერიოდს, უკვე გამოდის რამდენი? 22 წელი. ანუ 22 წელი თავდაცვის სამინისტრო ჩვენი არ ყოფილა. 80 გეტყვით ახლა 97 წლიდან ჩვენი აღარ არის თავდაცვის სამინისტრო. ხო, ნუ რო ჩასვეს უკვე ის. ვარდიკო ნადიბაიძის მერე დამთავრებული საკითხი არის. როგორც კი შევიდა ამერიკელები. ხო, ნუ. აიგე. აღარ არის ჩვენ. მე ახლა მე მაშინ თანამდებობაზე ვიყავი და ვიცი ეს ყველაფერი კარგად. ხო, ნუ მე მაგდენი არ ვიცი, მაგრამ მე ტელევიზიით ხედავ, რომ ვიღაცას ხელით მიყავს და მე ვიცი როგორ დაიწყო უკვე. ვარდიკო ნადიბაიძის შემდგომ უკვე აქტიური მუშაობა. ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის აგენტურმა ქსელმა ამერიკულმა. ხო, ნუ მარტო იქ აკაცო. მასიური განთავისუფლება დაიწყო საბჭოთა კავშირის ჯარებში, რომსახურებდნენ ოფიცერთა შემადგენლობა, რომლებიც იქ ჩვენთან სამშობლოში პროფესიონალები. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ, ხიდაშელი გვაკადრეს თავდაცვის მინისტრი. თავზე დაგვაფსეს ვიღაცა აი ხიდაშელი გვაკადრეს, ჩვენ აომარ ხალხს გვაკადრეს თავდაცვის მინისტრად რა. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ რა. კარგი, აი მოვშორდეთ, ანუ დღესაც ვინც არ უნდა იყოს იქ თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის სამინისტრო ჩვენი არ არის. ეხლა კარგი მორჩეთ ამ თავდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტრო ჩვენ მე მგონი საერთოდ არც გვჭირდება, იმიტომ რომ გარშემო ისეთი ქვეყნები გვაქვს, რომ ფულის სარესტი გადაკლაპავენ. ხო, აი წინააღმდეგობასაც ვერ უწევთ რა. რას გაუწევთ და როგორ გაუწევთ? უყურე რუსებს ვერ გაუწევთ, ხო? თურქებს ვერ გაუწევთ. აზერბაიჯანს ვერ გაუწევ. ვერაფერს ვერ უზავ. სომხებს ვერაფერს ვერ უზავ. ჩვენ აბა რა ჯანდაბად გვინდა ეს თავდაცვის სამინისტრო, რომ აქ იმან რა ქვია, ვიღაცა მინისტრი რომ მოვა, რაღაცა პაიკა ქონდეს, თუ ვერ გაუ. ნუ არ ვიცი. ეგ კაი თავდაცვის სამინისტრო გავიგეთ რა. ეხა უცებ მოხსნეს უშიშროება. აიგე? ხო. უშიშროება მოხსნეს და მოიყვანეს ვიღაცა ფოხანაშვილი თუ ვინა რა ოხანაშვილი. ხო, ოხანაშვილი. ხო. აი არ მესმის რა. უშიშროება არის ისეთი სტრუქტურა, რომელსაც ზრდიან. აი ზრდიან, ჯერ ნუ ოპერატ მე ამათ რაღაცა და სპეცმომზადებებს ის როგორც ფსიქოლოგიური, თეორიული, ყველანაირი ესე. ვიღაცა მოდის ოხანაშვილი წარმოგიდგენიათ ოხანაშვილი და ადრე გააკეთეს ამათმა ვიღაცა ვიგინდარა რომ მოიყვანეს კალბასების გამყიდველი სოსო გოგაშვილი იმა ვერაფერი რო ვერ გაყიდა ადგა და საიდუმლოებებს გაყიდვა და საიდუმლო მასალებს ყიდვა დაიწყო ხო რა ვაჭრობას რო იყო მისვეული ხო რა წარმოგიდგენია და ეხლა მოიყვანეს ოხანაშვილი გაიგე
რომელსაც სულ ვიძახი რა, მან არ შეიძლება ეგეთ სტრუქტურას ესე მოექცე რა. იმიტომ რომ ვინმე აღზრდილი ოპერი ამ შენ ოხანაშვილს ისეთ რამეს აყლაპებს, რომ ეს ოხანაშვილი სიცოცხლის ბოლოს შეიძლება მოვიდეს აზრზე რა მოუვიდა. ხო და როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა რა? ხო არ შეიძლება უშიშროება, ეს ხო არ არის დაცვის სამსახური რა, ხო? მერე წამოიყვანეს და ეს სულ რომ ის იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რა გვარია ეს ხალი კიდე რა, წაიყვანეს და ეროვნული ბანკის ეს იმაზე ამბობ თქვენ, ხო, კი. ხო რა. კი. ეროვნული ბანკი, რომელიც ჩვენიანი არასოდეს არ ყოფილა. ეგეც NGO-დან არის მოსული. NGO-დან კი არა. ვაფშე არავინ არ იცის, საიდან მოვიდა. მოვიდა ბენდუკიძისგან. მოიყვანა ბენდუკიძე, ჯერ მანამდეც იყო იქა რაღაცა. კი, მიშანსროს იყო მაგი ხელისუფლება. ბენდუკიძეს მარჯვენა ხელი იყო, კაცო. ბენდუკიძის მერე თუ ვინმე იყო, ყველასთან იქ ირუზრა რეები გააკეთა ღმერთმა უწყეს. გაიგე, მე ამათ დროს კიდე რა და ეხლა გააქანეს და არანაირი ჩვენიანი პირდაპირ არის შპიონი. ეხლავე გეუბნები აგენტია რა. გაიგე? ჩვენიანი არ არის. და ზოგადად ხელისუფლება როგორც ნაცების, ისე ქოცების ეხლა მით უმეტეს ამ ბოლო დროს, ხო? ნუ ადრე ქემაინც რაღა ვიღაცები იყვნენ ცოტა შეიძლება რომ იმას რა თქმა უნდა რაიკომის დივანს იმას ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ რაღაცა შეიძლება კაცური რაღაცა გამოვლინებები ქონოდათ. ეხლა საერთოდ ისეთი კამანდა შეკრიბეს, ისეთი, რომ NGO-შნიკები რაღაც ერთმანეთში როზროზებენ, რაღაცებს აკეთებენ, ჩვენიანი არ არის. ეს არის შემსრულებელი თაობა, აი რომელიც გაზარდეს NGO-ებში და იმაში, აი შემსრულებელი. ყურმოჭრილი მონები. ხო, როგორც ნაცები არსაიდან მოყვანილი ტიპები რომ მოვიდნენ, ხო იცი? კი. არსაიდან თან ნაცებმა სპეციალურად მოიყვანეს ვინ იცი? პირდაპირ ვისაც ეზიზღებოდა ქვეყანა რა. აი ვინც მუშაობდა. რა საშინელება იყო. ისინი საერთოდ მე იმიტომ ვარ პირველ რიგში ამ კოცებზე უკვე არც მჯერა რომ ესენი რაღაცას მოატრიალენ, ან რაღაცას იზავენ. ესენი ზიან მანქანაში, რომელსაც არავინ არ მართავს და მიექანებიან უფსკულში, რომელიც ძალიან მალე გადავარდებიან, იმიტომ რომ არ გამოვა ესე რა. ქვეყანას უნდა მართვა. ამ პატარა ბიჭების და გოგონების, რომლებიც მარტო იციან რომ დავალება შეასრულონ ყველაფრის ფასად, რომელსაც არაფერი ქართული არ აქვს. არაფერი. აუადო დავალებას ასრულებენ. რა არის ბატონ რამაზ ხედავ რომ რაღაცნაირად მეგონა რომ რაღაც საგარეო საკითხებთან მიმართებაში იქნებოდნენ. რას გეუბნებით ახლა მე სად მიდივარ ხომ ხვდებით რომ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით იქნებოდნენ ცოტა უფრო რაღაც ესეთი მობილიზებულები და რაღაც ცოტა ესეთი ხო და ვინ უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობიანი ის გეკნებოდა ხედვები გეკნებოდა. მე მხედველობაში ყავს პირველ რიგში რუსეთთან მიმართებაში რომ ჩვენ როგორმე აფხაზეთის საკითხები დაგველაგებინა, ხო? სამაჩაბლო საკითხები დაგველაგებინა. რაღაცა ერთი ნაბიჯი მაინც რო გადადგმულიყო. ამასაც საერთოდ ვერ ხედავ, აიგე. მე გეტყვი თქვენ, მე იმიტომ ვახსენეს ბოჭორიშვილი. პირველ აი რაღაცა სუსატოპკები აგვიწიეს რუსებმა, აი ეხლა რამოდენიმე არაერთხელ ჭირდებოდით ეხლა ჭირდებოდით და შეგვეძლო რომ გამოგვეყენებინა აი ეს რაღაცა განწყობები რა, იმიტომ რომ რაღაცების გაკეთება შეგვეძლო. იმიტომ რომ პირდაპირ ატყდნენ ეს სომხები, ატეხეს დიდი ამბავი რომ ჩვენ არ დავლაპარაკებოდით. სომხებმა ვიღაცა ნაძირალა, ანდრონიკო ვიღაცა სულ ვიღაც ვიგინდარები. ეგერ სიმონიანმა რა განცხადება გააკეთა, მარგარიტა სიმონიანი. ხოხვით მოუნა მოვიდნენ ქართველებია. ზაღლიშვილები რა. იმიტომ რომ ჩვენი ადგილი მაგ სომხებს უკავია. კი ბატონო, ჩაგვანაცვლეს სომხები. ჩაგვანაცვლეს სომხურალობა ჩაგვანაცვლეს ყველგან და ყველაფერს იზავენ რომ ჩვენ არ დაულაგდეთ რუსეთთან.
ჩვენი დაალაგება რუსებთან განა იმიტომ რომ რუსებთან და ჯერ ერთი მეზობელია ჩვენი და ერთადერთი ქვეყანა რომელიც იკავებს აი მთელ ამ მუსულმანურ სამყაროს. თორე აქამდე ჩვენ გვაქვს სამსახური. მარტო აჩერებს თურქულ ოკუპაციას საქართველოს წინააღმდეგ. სერიოზულად აჩერებს. დღესაც ეშინიათ თურქებს, თორე აჭარა უკვე აქამდე დიდი ხნის წაღებული იქნებოდა. დღესაც ეშინიათ აი მაგის. კეთახმებით. და მარა მარტო აჭარა. მარა მარტო მაგას კი არ აჩერებს კაცო. თელაემ სიბინძურეს აჩერებს. აი ეს უკრაინულ ფაშისტურ რაღაც ლიბერალურ სიბინძურებას. ლიბერალურ სიბინძურებას. უკრაინაში რამაც გაიმარჯვა და რამაც აი აქამდე მიიყვანა ქვეყანა რომ დაანგრიეს. ეხლა ისეთი ვითარება დადგეს რომ მართლა უკანასკნელ უკრაინელამდე აჟილეტინებს ეს ძაღლიშვილი ვიღაცა. ვიცი, ხო ხედავ, ინგლისი და ესა კოლექტიური დასავლეთი უკვე პირდაპირ ამბობს რომ ბოლო უკრაინელამდე, всё. ხო, მაგრამ ეხლა უკვე დაიწყეს როგორი ლაპარაკი, ხო ხედავ, ისა ვიღაცა გაუბედურებული ქვეყნა ლატვიის თუ ვიღაცა ლიტვის ვიღაცა კაია კალასი იძახის რომ ჩვენს გვიტევს. მაგ ჩვენს გვიტევს, მაგრამ კი არა, ჩვენ გვიტევს. მაგრამ გვიტევს. 40 მილიარდი შევაგროვეთო რომ აგერ უკვე დახმარება რომელიც არ დაუნტკიცეს, ვინ დაუნტკი გიჟები ხო არ არიან ისედაც უკვე სერიოზულ პრობლემებში არიან, ფინანსურ პრობლემებში. თვითონ ევროკავშირი. და მეორე იქ რაღაცას იქ ვითომ ეს რაღაცა სცენა დადგეს რომ აი ხა ჩვენ გავაგზავნით იმას ევროპამ უნდა გააგზავნოსო ისო ჯარიო ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცებიო LGBT რაღაცა პრაიდებს აჩვენებენ ყოველ დღე რომელი ვაჟკაცი ვის უნდა დაუპირისპირდეს ეს უკრაინელები და რუსები ერთი და იგივე ბიძაშვილები არიან და ერთმანეთს კიდე ეომებიან, მაგრამ ეს რო გაჩერდეს და ფრანგი და გერმანელი და ვიღაცა ეომება, მათ ეს ხო გამორიცხულია. ზუსტად ერთ თვეში გადაულიან მთელ ევროპას. ერთი თვეც არ უნდა, ეს კიდე რუსები ამათ კიდე ინდობენ, რომ რაკეტებს არ ესვრიან და იმათ ხო არ დაინდობენ. ეხლა რა არის იცით, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენ ვხედავთ აქ რაც ხდება, ხო? თუ არ გინდა და პროპაგანდის მსხვერპლი ხარ ასე გამოდის. მსხვერპლი, ხო? მაშინ ეხლა რო დაიწყეს, აი ხა ისა ფიზიკა, მათემატიკა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს რა და ქართული ენა თურმე უნდა ვასწავლოთ რა. 13 წელი გავიდა მაგას აუცილებლად თქმა უნდა და რომ ქართული ენა უნდა გესწავლებინა, რომ იმას ბავშვები იქამდე მიიყვანეს, რომ საქართველოს მოსწავლეებს საქართველოში წაკითხული შინაარსი გააზრების პრობლემა აქვს. ქართული ენა ახსენეთ, ახლა თქვენ ნახეთ რა ხდება. ქართული ენა. ქართული ეს არის ისტორიული. ჩვენი ეს ჩვენთვის ეს არაფერს არ მოუწი. ჩვენი საკუთრება არის, ხო, მსოფლიოში. ღმერთი, არა, ღმერთის ენას უძახიან ქართული ენა. სამება ენა ხო, ღმერთის ენას უძახიან ქართული ენას. წარმოიდგინეთ თქვენ, იყო მცდელობა საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ შევარნაძე იყო გონის ეკასპერელი მდივანი, ხო? როდესაც 78 იყო თუ რაღაც მდივანი. როდესაც უნდა ქართული ენის ამოღება და მთელი საქართველო დადგა ფეხზე. ხომ გახსოვთ? მე ბავშვი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. მთელი საქართველო დადგა ფეხზე და ამხელა დიდი, ესე იგი, საბჭოთა კავშირის მთელი ცენტრალური კომიტეტი და ის შეაჩერა, გაიგეთ? კი ბატონო, დაიხიეს უკან, ხო? ბიჭო, ეხლა შეხედე სააკაშვილის დროს. სააკაშვილის დროს ეს ჭიაბერაშვილი, ეს თევზაძე, ბოკერია და თელმა ამ შანტრაბამ დღეს ვინ მართავს უმაღლეს სასწავლებლებს? თელმა ამ შანტრაბამ ადგა და კანონში შეიტანა ცვლილებები ამათი ისა ეს დამსახურება ქართული ენის ამოღება, სწავლების ამოღება უმაღლეს სასწავლებლებიდან. ესე იგი, ამაზე მეტი მტრობა რა გინდა ქვეყნისთვის? ამაზე მეტი მტრობა რა გინდა შენი აი რომ მიტყვი ისტორიისთვის, ხო? აგერ ეს 3-4 ადამიანი გამოკვეთილი ადამიანები, რომლებიც ავტორები არიან ამის და რომლებიც არ არიან ავტორები. რომლებიც არიან ავტორები არიან იქ. ხო, იმათ დავალებას შეასრულა და თან ამბობენ რომ საქართველოს ინგლისურენოვანი ქვეყანა უნდა გახდესო.
კესრისთაშია საქმე და ქართული ეს იგნორირება გააკეთეს. ამაზე ხო პასუხი უნდა აგოს ამ ადამიანებმა. არავინ არ აგებს, ვინ უნდა აგებინოს? ვინც მუშაობდა მაგათთან ერთად. ესენი ხო მაგათთან ერთად მუშაობდნენ იმ არასწორ. დანაშაული ხო არის კაცო ეს? კი ბატონო, კი. ეხლა მე სულ უყურებ ხოლმე რა ამ რაღაც გამოძიებებს და ის რო ყავთ, რა ვქვია, პრემიერ-მინისტრი რო ყავდათ, გახარია და რაღაც რაც წამოაძახეს ამ გახარიას ყველაფერი დაუბრუნა. უკან დაუბრუნა. ხო, ვერ დაუტრიალა. ვინ მომჯარია თქვენ არ არჩიეთ უგას. ვინ თქვენ არ გააკეთეთ. ეხლა ესენი ძაღლი ეს უკაცო აგენტიაო, შპიონი. ბჭო, შპიონი თუ იყო პრემიერ-მინისტრად ყავდა და თქვენ სულ ყველანი და ერთ ხმაში ყვიროდით, აუ ეს თვალი ჩაგვიპაჭუნა რა, მაგარი მინისტრია რა. აბა. თვალი ჩაგვიპაჭუნაო რა. რასულები გაუკეთა, გაიგე, რასულები გაუკეთა. ნუ გახარია ეხა მე სულ ვიძახი რომ გახარია ამათ სულ ყველას რა. ჩაისვავს ნასკში ბოდიში ამ სიტყვაზე რა, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი აღზრდა აქვს და ისეთი ისა აქვს რა, ცხოვრებული სეული სკოლა, რომ ამათთან ეხა ხო ხედავ მიდის ყველგან და ყველას ელაპარაკება. ესენი კიდე იმასაც ამბობს რომ არჩევნებში მივიღებ მოძლეობას. კი ბატონო, ტიპები სწორად გამიგე რა. ადამიანები, რომელსაც აი გინდა ოპოზიციიდან აიღე, გინდა პოზიციიდან აიღე, რაღაცა თუ არ მოეწონა, არ მიდის იქ სალაპარაკო. ვერ გავგი შენ გიჟი ხო არ ხარ კაცო. ჯერ იცი ვერ მიხვდნენ ესენი რა პოზიციაზე არიან. ესენი ვერ მიხვდნენ, ამათ გონიათ, იმიტომ რომ ჩვენთან არ არიან პასუხისმგებლები ხალხთან. ვინც მოიყვანა იმათთან არიან პასუხისმგებლები, გაიგე? ვინც მოიყვანა? მოიყვანა deep state-მა. ხო, მაგრამ ეხლა უყურე არა, დავამთავრო რა. იმიტომ რომ რასაც ესენი აკეთებენ, ჩვენ პასუხს არ გვცემენ. ჯერ იყო მე სულ თავიდან როდის მივხვდი ციროს ჩვენთან ვალდებულებები არა აქვს არანაირი, გაიგე? კალაძე იყო ენერგეტიკის მინისტრი. და ეს მილი რო გადის სასუნხეთში გაზი, რომელთაც შემოდიოდა ის გაზი და მაღალმთიან რაიონებში უფასოდ იყო და ხალხი იყო გამაგრებული და ცხოვრობდნენ, გაიგე? უფასოდ ქონდათ გაზი და ისინი გააკეთეს პარნიკები, რაღაცები მოყავთ და ცხოვრობდნენ. ამან ეს გაზი ჩაჭრა და აღარ ვაკეთებთო და ფულს გადაგვიხდიანო სომხებიო და ნუ ჩვენ ვიყიდით იმ ფულათო გასო და რამდენს გადაგვდა ეგო კომერციული საიდუმლოება. ბებიამისმა დაუტოვა ეს მილი კალაძეს რა, ანუ კომერციული საქმიანო. ან ეხლა ეს არაბების 6 მილიარდი და ის რა ვიცი ეხლა მთიან რაიონი მე ვერ ვიგებ. მთიან სოფლებში ხა გაზი უფასოდ აღარ მიეწოდებათ, ხო? აღარ მიეწოდება, არა, რა უფასოდ გაზი საერთოდ, ნუ იცით როგორი თემა არის? მე სულ ვიძახი რა, რომ უნდა მიხვდეს ხელისუფლება, რომ იმიტომ არის არჩეული, რომ ჩვენ მოსახლეობა ვიყოთ კარგად. ის კი არა რომ თვითონ იყოს კარგად და ჩვენთან არაფერი ვალდებულება არ გქონდეთ. ანუ ესენი ისეც იქცევიან რომ თქვენთან არაფერი ვალდებულება არ აქვს და პასუხსაც არ გვცემენ. კაცი რომელიც მოდის ადრეც ვთქვი და გეუბნება რომ მე ამირჩიე და შენ კარგად იქნებ. ხო მოდის? თან გამაძღარ ესე კვილების ჩიჩქნით რა, ახალი ნაჭამია. მოდის და გეუბნება მე ამირჩიე და შენ კარგად იქნებ. რას გამიკეთებ? აი ხო, ეკითხები. აი რას გამიკეთებ? პირველ რიგში მე მაგალითად ჩემი ტკივილი მაქვს, იმიტომ რომ ნაომარი კაცი ვარ და რას იზავ სიტყვაზე? აი ეს დაკარგული ტერიტორიები რო გვაქვს რა. მე არ ვიძახი ახლა იმას რა ქვია, ტაოკლარჯეთს. ეხლა რომ დავკარგეთ. თორე ტაოკლარჯეთზეც ამაქვს პრობლემა. ეხლა რომ დავკარგეთ, იმაზე რა სიტყვა? რა მნიშვნელობა აქვს? 100 წლის წინ წამართვა თუ 10 წლის წინ? ხო წამართვა, ჩემი არ არის? მე სულ მექნება მაგის პრობლემა რა. ეხლა უყურე, კაცი გეუბნება რომ მაგაზე ჯერ არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ვინც წამართვა იმას კი არ ველაპარაკებ. აი რაღაცა ის არის, რა ქვია, შვეიცარი, რაღაცა ფორმატებია იქ, რაღაცა და ჩვენ არ ველაპარაკებით იმას რა. აი შუამომავალი ყავს ვიღაცა. გაიგე და ის უნდა წავიდეს და ის უნდა დაელაპარაკოს რა. და ის არ მიდის, არ ელაპარაკობს. შენ ბჭკიჟი ხო არა? ვერ გავი. ეს ერთი პირველი. კარგი, ნუ მაგი უცებ ჩაგვიფარცხეს და აგერ უკვე იმდენი წლები, იმდენი თაობა გაიზარდა, რომ იქაურებიც აღარ არის. გაიგე?
და აღარ აწუხებთ ეგ პრობლემა რა. კარგი, რას გამიკეთებ? ხელფასებს გამიზდი, სიტყვაზე გეუბნები, იმ კომუნალურებს გამიაფებ. არა, ეგ იცი, ეგ კერძო ბიზნესია და მე მაგაზე პასუხისმგებელი არ ვარ. მაგას ვერ გააკეთებ. რა უნდა გამიკეთო? აი რა. ასფალტი უნდა დამიგო, ჩემი გადახდილი ფულით? და ის ასფალტში კიდე წილში რო ხარ და შენ რო წღები? ჯიბეს რო ისკელებს. ხო, წავიდეთ ეხა, წავიდეთ. და მე გაჩვენებ, აი მუშაობთ ჩვენ რა. ესენი კიდე რაღაცებზე ლაპარაკობენ, გაიგე, ხელფასებზე, იმაზე, ამაზე. აიცი რა. ეს უთოფოდ დაგვიპყრეს, მიცეს პირდაპირ ქვეყანა ინდუსებს და არაბებს. უთოფოდ, გაუსროლელად. პაკისტანელებს. ომი აგვაცილა იმან, რა ქვია, ქართულმა ოცნებამ. რა ომი აგაცილა? დაპყრობილები არა ვარ. ნახეთ ახლა რა ხდება, ეს გასაგები არის და ეს ჯერ კიდე სადახარ. ეს დიდი კატასტროფაა, რო იცოდე ქვეყნის, ძალიან მალე უმცირესობაში მოხდება. პირველ რიგში არის ეს. ძალიან მალე უმცირესობაში მოხდებით. ეხლა თქვენ შეეხეთ ახლა ისეთ ადამიანებს შეეხეთ, ისეთ საკითხს შეეხეთ, რომ არ ვიცი ახლა არიან ახლა დეპუტატები პარლამენტში, ახლა რომელ სახეებსაც მე უკვე ვხედავ 35 წელიწადია მუდმივად პარლამენტში. კი ბატონო. მე გეუბნებით და ხმას არ იღებენ. აი უბრალოდ კითხვა ებადება, კაცო. შევარდნაძის დროს დეპუტატი იყო. რაღაცა გამიკეთა ამან ეთყობა რომ სუიქასოს ხო? შევარდნაძის დროს დეპუტატი იყო. მიშას დროს დეპუტატი იყო. ახლა დეპუტატი არის, ხო? თანაც ესე იგი აბსოლუტურად რით დამამახსოვრდა ახლა ეს ადამიანები, საქმით კი არ დამამახსოვრდა, ან აქტივობით ყოველ დღე დაუშვათ რომ ტრიბუნაზე იყო და რაღაცა ჭიდაობა და ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს გავაკეთოთ, ეს გავაკეთოთ. ერთი და იგივე სახე რო გაივლის ამ კამერის იქა დამახსოვრდა, გაიგე და ვა როგორ დამერებულა რა. ხო გახსოვდა. გასაკვირია და კითხვები არსებობს ამაზე, კაცო, ეს ხალხი ვერ გავიგე როგორ ხდებიან ამ პარლამენტში, რატომ არიან ამ დაუშვათ აჭარის სურმარის ის ედეგავე სახე, გურიდან დანიშნული. ესე დანიშნული არიან მოდი თავდაპირველად, თუ არჩევლები არიან. არა, კიდე გეუბნები რა. მე გვიცნობ მეთქი ადამიანს, რომელიც წავიდა და თქვა, რომ აი ხა რამოდენიმე კაცი 30-40 კაცი მივდივართ ხა ამერიკაში. ნუ საბჭოთა კავშირი ახალი აი დანგრეული. და რო ჩამოვართ, ჩვენ ვიქნებით ზოგი პოლიტიკოსი იქნება და ზოგი ბიზნესმენი. ჩამოვიდნენ და იმათ აქვთ ბიზნესიც და პოლიტიკაც. აი ერთი და იგივე ვიღაცები ტრიალებენ. აი ხა შენ რომ წახვიდე და ჩამოიტანო რა ქვია ბენზინი და გაყიდო ლარად, ხო? დამეჯერენ. დაგიჭერენ კი არა. როგორც კი ფას შეხედავ, ერთ საათში ვიღაცა დაგადებს ტყუილს და გაგაგო, ვიღა დაგიჭერს, კაცო, აღათ უნდა დაჭერა უკვე სანდრელი გამიხდება. არა, როგორ დამიჭირეს, შენ თვითონ ხო ყველაფერს მოგცემთ, კაცო, აი. მე ვიძახი რას, იცი რომ სანამ ესენი სულ თან უყურე მონურად აქაურები წავიდნენ სამუშაოდ სადღაცას და ეს ვიღაცა ინდუსი ჩამოვიდა უნიტაზი რომელსაც არ აქვს ნანახი და ეს არაბი საიდანაც მოვიდა რა და ის იმას აძლევ უფლებას რომ აქ იმუშაოს. აგე ტაქსებზე და იმაზე გლოვოზე და რა ვიცი ასე და მისამართები არისენ ენა არიციან. ეთო ჩემო მეგობარმა იმას დადო ტიპს ქვია ჯალალედინი ტაქსის ჯალალედინი ჯალალედინი ტაქსოს თბილისში სოცხალი ჯალალედინი და ერვა თბილისში ხო და ეხა მე სულ ფიქრობ რა რომ ესენი უკვე დაგვრცინიან კი არა გაყიდულები კი არა მეტი რაღა უნდა გაგვიკეთონ გამაგები ოქრო ხო ყიდეს ეხა ეს ჭიათურის მარგანეც თუ რამე ქონდა და ბორჯომი მიყიდეს ამ ზაღლიშვილს ვიღაცა მევახშეს გაიგე ხაზარაძეს ბორჯომი მიყიდეს მილიონად და იმა 500 მილიონ დოლარად გადაყიდა რუსეთს თან წილშია გაიგე კი რაღაც პროცენტი დაიტოვა ხო და ერთი გამაგებინე რა დადის ეს ხაზარაძე კიდე თუ კიდე რაღაცას იქ მე პოლიტიკა რაღაცა ეს ბიჭო გამოაგდე და დახვრიტე რა თუნდა ორი მუხლი გვინდა სულ ქონების კონფისკაცია და დახვრეტა
ორი მუხლი. აი შენ რასაც იძახდი ის აგენტურაზე, ხო? შპიონობაზე უნდა დახვრიტო სპეციალური სამსახური უნდა გააკეთო. ბიჭო, ქვეყნის შპიონებს რო ეძებდე, ძალიან ბევრი ხალხი ამოიყრება იქა, გაიგე, მაგრამ ვინ რა დააშავა? თან აქ მუშაობს ყველა. ბიჭო, აზერბაიჯანი ზირგამოწყვეტ საქმიანობას ეწევიან და ახლა ეს შპიონობაა და ის არ არის კაცო. ის რა მნიშვნელობა აქვს? კაცი მუშაობს სიტყვაზე თავდაცვის სამინისტროში, ან უშიშროებაში, ან პოლიციაში, ან მერიაში და ხელფას იღებს სასომხეთის რაღაცა სპეცსამსახურიდან უჯდება. აზერბაიჯანის, ისრაელის, ამერიკის, რუსეთის რა მნიშვნელობა? შპიონია რა. ის რომ შენზე არ მუშაობს, ხო ფაქტია. ხო? ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს რაზე? შპიონობაზე. ქართველები ვიყოთ კარგად, ვინ დამაჯერებს მაგას? ჩვენ დასანგრევოთ. აგერ ახლა ნახე, ბრიუსელმა პიტაბერ ღიად გამოაცხადა ომი ჩვენ წინააღმდეგ, ხო? ახლა ეს ევროკავშირი ეს მთელი ეს შემად ლიბერალი LGBT ფაშისტური ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელი ეს ლიბერალი ის რა ქვია ევროკავშირის ლიდერები და კლიანტ ეს ბრიუსელის და ინგლისის წარმომადგენლები პიტაბერ ღიად გვეომებიან და რას ამბობენ ისი რომ აი აქ მანდ არის ჩვენ პიტაბერ ამბობენ ახლა აღაფიცავენ მანდ არის ჩვენი აგენტები საქართველოსიო თინახი დაშელიო ლომჯარიაო ესო გიგაური ესენი ეს ჩვენი აგენტები არიანო ჩვენ მაგათ ფურს ვალებთ ეხლაო კიდეო ამერიკამ ხო შეუჩერა ფულიო ხო? ეხლა ჩვენ ვალებთ ფულს მაგათ იმიტომ რომ თქვენ დედა გიტირონო, დაგანგრიონო, გაგანადგურონო, გაიგე? ამასო და ამას ხელისუფლება უყურებს შვიდად, წნარად. რომ პიდაპირ ახლა ეს არასამთავრობო ეს ადამიანები ეხლა პიდაპირ აგერ ელჩები აგერ გამოდიან და გეუნებიან ევროკავშირის ელჩი, ამერიკის ელჩი, საფრანგეთის ელჩი, გერმანიის ელჩი რომ უნდა დაგანგრიოთო, გაიგე და უნდა ამოგაყირავოთო, სულ ყველა გაგანადგუროთო. აი ამ ხალხის მეშვეობითო და თან ფულსო ჩვენი საელჩო დამადებთ უკეო, გაიგე? ამასთან დაკავშირებით რაღაც ბერკეტები ხო არსებობს რომ ეს პროცესი შეაჩერო ესმის ეხლა ვითომ კანონი მიიღეს რომ ის გადმორიცხულ ფულს თავრობა აძლევს იმას რა ქვია ვიზირებას რომ ან მიიღებს ან არ მიიღებს. ბიჭო, ახლა ქეშალები ანუ პირდაპირ კაცო. მე გეტყვი. საელჩოები ალებს ქეშ პირდაპირ. მე გეტყვი. პირდაპირ საელჩოდან დიახ შემოდნებით გამოაქვთ ფული. დიპლომატიური ტვიტი რომ შემოდის და იმას არავინ არ ეხება და მოდის საელჩოში ხო? შემოდის იქიდან კიდევ ქეში ფული. ძალიან დიდი რაოდენობით. საიდანაც ფინანსდებიან უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები და აი დაიწყო ის პროცესი, რა პროცესიც უკვე განვითარებას ხასიათს მიიღებს. და გვეუბნებით დაგანგრევთო. აქ ამ დამშეულ ქვეყანაში აი ეს ქეში ფული რაც შემოდის ყველაფრის გამკეთებლები არიან. ყველაფრის აბსოლუტურად. ღმერთმა უწყის ხვალ, ესენი არ არიან მით უმეტეს ეხლა რაღაც ისე თუ ასე ბერკეტები ქონდა იმ უშიშროებას, რაგვარი იყო ეს კაცი რომ მოხსნეს რა, გაუშვეს. ლილვაშვილი ამბობ? ლილვაშვილი. კი. ბერკეტებიც ქონდა და რაღაც პროფესიონალი კაცი იყო რა. ეხა აუცილებლად კიდე მოიშორებენ ამ ვინც უშლის ხელს რა ამ კობახიძეს ეხა იმას გომელაურს ვერ მართავს კობახიძე მოიშორებს რომაიკა და მაგასაც მოიშორებს ვიღაც ახალ ფოხანაშვილს დანიშნავს არის ის არის უკვე მოიაზრება ის რაგვარი დინარაზე მოიაზრება უკვე შინაგასაკუთრება და მიეცა მოიაზრება დინარაზე ნუ დამთავრებულია გაიგე დამთავრებულია საქმე რა ვიზეც დგას სახელმწიფო ხო იმას მოიშორებენ, ხო? რა უნდა ქნან ერთი? ანუ ესე იგი ახლა შემოტევის ახალ ეტაპს იწყებს უკვე ბრიუსელი, ევროკავშირი და კოლექტიური დასავლეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იმ ადამიანებმა, რომლებმაც დღემდე შეინარჩუნეს ასე თუ ისე რაღაცა გარკვეული პოზიციები და ვერ მოახერხეს ვერ მოახერხა ხო ვერ მოახერხა ის ამ ფერადი რევოლუციების განხორციელება და სახელმწიფოს ამოყირაება და ამოტრიალება ამ ადამიანების ხელის შეშლით ეხლა ამ ადამიანებს ნელა ჩახსნიან ესენი უკვე და ამ თანამდებობებზე მიყავთ ისეთი ადამიანები რომლებიც არ არის გამორიცხული უცებ იმ ბანაკში აღმოჩნდნენ გამორიცხული კი არა მე ვფიქრობ რომ ერთი და იგივე კამანდა ერთი და იგივე აღზდა და ერთი და იგივე მამა ყავთ იქ პატრონი ეხა იყო კობახიძე ჩასული ალიევთან რა ალიევის
იმას უყურე? ეხლა პრეზიდენტი იმყოფება მაშინ აზერბაიჯანში. ხო, ალიევს აი კობახიძის მერე რო ილაპარაკა. ალიევმა ჩვენ ხოთაშორის ძალიან ისე ილაპარაკა, ნახე ალიევ. ასე თქვენ ვერ გავიგეხეს ეს ევროკავშირი ამ საქართველოს რო ეომებაო. თან თლიანად მთელი ევროკავშირი რო დაეტაკო. თავს დაესხაო. ხო, თან იმ მოტივითო რომ აი ეს შუა დერეფანი და რაღაცაო, კაცო ეს და თან იძახიანო რომ აზერბაიჯანმა სომხებთან უნდა გახსნანო საზღვარიო რომ ეს შუა დერეფანი მაგარი რა სომხებია თქვენ ხო არ უფერად შეეშვითო მაგენ თვითონ მიხედავენ რომ მაგ თავი და ეს შუა დერეფანი გადის აქო ვის ატყვილებთ ეხლა თქვენ გინდათო რომ ესენი წავიდნენ რომ ვიღაც ახლები მოიყვანოთო გაიგე რომ აურდაურიოთ ეს შუა დერეფნის პროექტი დაალაგებული პროექტიცო რა პირდაპირ იძახის და დაანებეთ თავი არავის არ ჭირდება იქო გადახდილი ფულებითო რა თან პირდაპირ აფინანსებთო და პირდაპირ ეომებითო რა პირდაპირ უკვე ღიად ეომება მთელი ევროკავშირი ეხლა ეს ჩანს უკვე რამას ნახეთ პირდაპირ ჩანს მთელი ევროკავშირი ღიად ჩანს უკვე რომ მთელი ევროკავშირი გვეომება ჩვენ უკვე არც არავინ არ მალავს მე ვინმე მალავს არავინ არ მალავს აბსოლუტურად ეხლა კარგი გასაგები არის შეიძლება თავრობა ყავდეს ამოღებული მიზანში და გინდა თავრობი ჩამოგდება გაიგე და ვინაიდან ესე იგი შენთვის მიუღებელი თავრობა არის მაგრამ ისინი პირდაპირ გადმოდიან გარდა იმისა რომ ისინი უპირისპირდებიან თავრობას და მათთან შექმნეს ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელახალი დაფინანსება წამოიღეს და ან ფინანსებენ თავრობის წინააღმდეგ ისინი ამავდროულად გვიპირისპირდებიან ჩვენ არა უყურე მაცალეთ საქართველოს მოსახლეობას კონსერვატიულად მოაზროვნე და კონსერვატიული იდეების მატარებელ ადამიანებს უპირისპირდებიან ეკლესიას უპირისპირდებიან წმენას თვითონ იდეას იდეოლოგიას უპირისპირდებიან ქართულმა ოცნებამ შექმნა ეხლა რაც აი ამ ბოლო ხანებში შექმნა ეგ ზუსტად ეგ იდეოლოგია აი ეკლესია ეს ქართული ენა ეს აგენტურა ეს ისა ანუ ხა ჩვენ კონსერვატორები ხო რა კონსერვატორული იდეა რომელიც უკვე მიიტაცა საქართველოს ოცნებამ მიიტაცა მაგრამ თვითონ ეს იდეაა თორე ამ თავრობას კი არ ეომება ებზიან იდეას თვითონ და ამ იდეაში მოყვა ქართული ოცნება ხო თან არ მალავს რომ შენ კი არ გეომები პიროვნულად მე ამას ვეომები რა შენ რასაც იძახი რომ აი ეს LGBT უფლებებს არ ღვევ იქ ამ ჩვენ შპიონებს დაფინანსებას უჩერებ აქ იმას რაღაცებს აი მაგ კანონები რაც მიიღე რაც ანუ გაკონსერვატორდა კანონმდებლობა ხო აი ამის გულისთვის გეომები შენ აი ამის გულისთვის რა თორე სხვას არაფერს არ იძახს. არა, ესენი ამბობენ ღიად გვებზიან, კაცო და ღიად ამბობენ პირდაპირ რომ საქართველოში საქართველო არის, კი, ეს ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყანა, მაგრამ ეს არის ყველაფერი აბსოლუტურად ხელისშემშლელი ჩვენი იდეოლოგიისათვის, იმათი იდეოლოგიისათვის, კი. ამიტომ ჯერ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ვერ მართავ თუ იდეოლოგია არ გაქვს. ჩვენ ყველაფერი ამის ლოკალიზება უნდა მოვახდინოთ ქვეყანაში, რომელიც ქვეყანაც არის დაფუძნებული მართლმადიდებლობაზე, ხო? და რომელიც ქვეყანაც არსებობს ამით და იკვებება ამით. ხო, ტრადიციებით და სიწმინდეებით და ეკლესია და პატრიარქი და ეპისკოპოსი ყველაფერი ჩვენა გვაქვს, გაიგეთ? რითაც მართაც სულდმულობთ და რითაც დგევართ, ხო? და ენა ხო ხედავ თურმე რა როგორ ეომებოდნენ ქართულ ენას. ამოიღეს ოფიციალურად კანონის იმით ამოიღეს ენა, ქართული ენა, რომელიც არის ღმერთის მიერ მოძებული ჩვენი ქვეყნისთვის და ღმერთის ენა არის, ეს ამოიღეს, ხო? მერე გადავიდეს სხვა ესენი როგორ დადიან ქუჩაში? რატო დადიან? აი, წარმოვიდგინეთ, ამას არ აკეთებდა არც ერთი ტერი საქართველოში. რატო დადიან? ენას გინარჩუნებდა, გაიგე? დადიან კი არა. კიდე ასწავლიან, ლექციებს კითხულობენ. ილიაუნში იქა. ვერ გავიგებ ამ სააკაშვილის დედას რო მიცეს იმა დედამის რო ნახეთ ამხელა რაღაცა მილიონები აფერ აქ ნაშრომი ხო და იქ რო სამჭედლოა ამ ძაღლიშვილებს ხო სამჭედლოა ხო ვერ გავიგე 13 წელი ამას რატო უყურებ ეს ქუჩაში რო დგანან ეს პატარა ბავშვები ხო ტვინა არეული ბავშვები სულ ყველა მაქედან გამოძრალი არის სულ ყველა მაქედან ამათი პროპაგანდით და იმით გაზრდილი ხალხი მაგათ ხრელებში არიან გამოძრალი მაგათ ხრელები აქვს რატო არ ჩაჭერი ეგრევე რომ მოხდა ეხლა ნახეთ რამას ბიჭო მთელი ეს აი რაც ხდება ამ ქვეყანაში და ამ ბავშვებთან მიმართებაში ხო მუშაობდა რამოდენიმე უნივერსიტეტი ხო სადაც
მხოლოდ სამჭედლო, კი ბატონო. მხოლოდ ამ ბავშვებს უწამლავდნენ ტვინს. არავით არის მან ეროვნული რა რამოდენიმე გპ იყო დარჩენილი ყველა მაღაზიაზე მუშაობდა. იდეოლოგია მან არ მიმდინარეობდა. არავით არის მან ესე იგი სტუდენტთან მუშაობა იმასთან დაკავშირებით არ მიდიოდა რომ ის რომელიმე სპეციალისტი მომზადებული იყო ქვეყნისათვის და გამოდგმოდა ქვეყანას, ხო? არ მიმდინარეობდა. რომელი ფიზიკოსი ყავს? არა, არც ინჟინერი არ აქვს, არა ინჟინერი. ხო და ესე იგი პირდაპირ ტვინის წამლა მიდიოდა ამ ახალგაზრდა ბავშვების. და წალკაში საპატრიარქოს სკოლა ქონდა, ხო? სკოლა იქ სადაც უპატრონო ბავშვები იყვნენ და მე უფროს რა გაუკეთ. ნახე ეს ლომჯარია რო ჩეთრა იქ, აიგე ის რამდენი არის მაგაში? ლომჯარია რო ჩეთრა. $500,000 პირდაპირ დაუჯდა ანგარიშს. ესე იგი ის ერთი სკოლაც ვერ აიტანეს, გაიგე? სადაც ის პატრონო ბავშვები იყვნენ, თავშეფარებულები. სულიერ სითბოს ღებულობდნენ, ფიზიკურ სითბოს ღებულობდნენ, გაიგე? სწორი მიმართულებით აღზრდახდებოდა აი საპატრიარქოს ამბავშვების. და ეს სანამ არ დაანგრიეს ვერ მოისვენეს, გაიგე? და დაანგრიეს და ძალიან სწრაფად, მალე, რამოდენიმე თვეში. და აგერ რა დროს დაანგრიეს? ქართული ოცნება. ხო, და აგერ ბიჭო, ამდენი წლები არის, მთელი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები არის შექმნილი იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ტვინი მოუწამოთ და ამას ვერ ანგრევ, კაცო? კი ბატონო, ეგრეა. აი რაშია საქმე. პირველ რიგში მაგისტვის უნდა მიეხედათ. კი ბატონო, რამაზად, ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენ ახლა და თითქმის ამ ერთ საათის განმავლობაში ძალიან ბევრ საკითხებს შევეხეთ და ბევრ მტკივნეულ საკითხებს შევეხეთ და იმედი მაქვს, რომ და არ ვკარგავთ იმედი ჩვენ ამ ქვეყანაში ღმერთს ვერ მოერევა. ვინც ღმერთის წინააღმდეგ წავიდა, ყველა მაგრად წამოკრა, ძალიან წარე წამოკრა ფეხი და აი ძალიან წარე წამოკრავი, როგორც შინაური მტრები, ისე გარეული მტრები ფეხს აი ამ ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნასთან დაკავშირებით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის დრო მოიწურა. კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ვზამდებოდეთ.